უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიარსებოთ, ლარის ვარდნა, დაკეტილი მაღაზიები, გაძვირებული მედიკამენტები, გაძვირებული სურსათი, გაძვირებული ცხოვრება, დოლარში გადასახდელი კრედიტები, სადამდე და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ხალხი დამშეულია. არანაირი შემოსავალი ხალხს აღარა. არაფრის იმედი არ მაქვს მე. ლარი დაეცა პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდები, ვინ მოიგო და ვინ წააგო, კვირის მთავარი თემები რეაქციაში. ხალხი არის გამოვლენ მდგომარეობაში. ამდენი კრედიტები გვაქვს, რა უნდა ვიყოთ, არ ვიცი. არჩევნებზე რომ დადიოდა, რა თვითონ უთხარი ხმას გაძლევთ, შემოგარგო, იმიტომ რომ რაღაცაში დაგვეხმაროთ და ჩვენ არავინ არაფერში არ გვეხმარება. რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ მეწარმეები, რას ფიქრობენ ბანკირები, რას ფიქრობს ხელისუფლება, დაიწყება თუ არა ლარის გამყარება, დღევანდელი რეაქცია ყველას გვეხება. ეროვნული ბანკი კი არა, ამას ერხარდი ვეღაბუშობს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ძალიან მალე გამოსწორდეს სიტუაცია. დღეს 22 საათზე ყველა კითხვა და ყველა პასუხი, ყველანი რეაქციის სტუდიაში ვიკრიბებით. გადავარჩენ თუ არა ქართულ ლარს, პოლიტიკოსები, ფინანსისტები, ჟურნალისტები, მოსახლეობა, რომელიც გადაწყვეტილებებში ვერ ერევა, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თითეულის ოჯახის ცხოვრებაზე აისახება. როგორ უნდა იარსებოთ? ვიწყებთ საღამოს 10-ზე ხალხის ხმა დღეს რეაქციაში.